გავაგრძელოთ ჩვენ უკვე მით უმეტეს რომ ქეთი ოდიშელი შემოგვიერთ და მზე ზენიტშია მეგობრებო. ივლისიც ნელ-ნელა იწურება, ამ დროს კი ვარსკვლავები გარკვეულ მინიშნებებს გვიკეთებენ ხოლმე. მთავარია ჩვენ შევძლოთ შემჩნევა და თუ მაინც ვერ შევამჩნევთ, არაუშავს ამაში დაგვეხმარება სწორედ ქეთი. აქ არის და თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის შესახებაც მიმოვიხილავთ ამბებს რა გველის. ხვალ გადადის მზე ლომში, მზე რა ლომში შედის, არ დადეგი არს, უკვე ვიცით. შესაბამისად დიდი დასვენების პერიოდი იწყება. თუმცა სანამ დასვენებაზე გადავალთ, მნიშვნელოვანი რა არის? ლომი არის სიმბოლურად მზის შვილი. და თითოეული ადამიანი რეალურად ასტროლოგია ყოველს გონია ხოლმე რაღაც ზოდიაქოს ნიშნით ეს ვარ და მორჩა იქ დამთავრდა ყველაფერი. ასტროლოგია რეალურად ეს არის მეცნიერება არის თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ამით არაფერს არ ვიღებ. უბრალოდ ასტროლოგია არის ბრწყინვალე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაგვაცნოს ჩვენი თავი და აი პირველ რიგში რა მინდა იცით, გავაცნობიეროთ აი თითოეულმა მაყურებელმა რომ გააცნობიეროს, რომ ეს ლომი, ანუ ეს მზე შინაგანი რეალურად თითოეულ არის. და ეხლა ცოტა ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი მზე დავანთოთ რაღაცნაირად და გამოვანათოთ აუცილებლად. და აი ბუნებაშიც ლომს რო შეხედოთ, პირველი რა ასოციაცია გიჩნდებათ, რა ვიცი, ცხოველთა სამყაროს მეფეა ვიცით, ხო და რატოა? ანუ იმიჯიც კი ისეთი აქვს, ხო, თორე რას აკეთებს ახლა რო დავფიქრდეთ, კი ახლა ბიოლოგიურად შეიძლება ისე შესწავლილი არ მყავს, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფაქტი ვიცი, იმიტომ რომ მეც ლომი ვარ, ისედაც მაინტერესებდა, იმიტომ რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი უკავშირდება აი ზუსტად იმ სიმბოლოს, რომელიც აღნიშნავს და რაღაცა სიმბოლურადაც და ფსიქოლოგიურად აი ფსიქოპორტრეტით ძალიან ისეთია ხოლმე, ხო? გამოსჭვივის. და ლომის შემთხვევაში აი ძინავს ძირითადად. ხო, რაღაც, მაგრამ ზეს თვალს უსწორებს. ანუ ცნობილი ფაქტია, ხო? დინჯია კი, ანუ ბევრი ესეთი თვისება აქვს. აი ეს თვისებები ვეცადოთ ყველამ რომ გამოვიყენოთ. ახლა კიდევ მოკლედ რა ხდება, რომ ძალიან დროში არ გაიწევს. ოღონდ ზეს თვალს თუ გაუსწორებთ, მზის დამცავი გამოიყენოთ. ხო, აუცილებლად კი. ახლა ნახეთ რა ხდება. ხვალ გადადის მზე ლომში. 24-ში გვაქვს ახალმთვარეობა. 24-ში თითქმის 25 რო დგება, იმიტომ რომ 23 საათსა და 10 წუთზე გვაქვს ახალი მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში, მესამე გრადუსზე. და აი ძალიან ცხელა, მოკლედ, ყველა გაგებით ძალიან ცხელა, ანუ ენერგეტიკულად, ხასიათში, აზროვნებაში და აი აზროვნებას განსაკუთრებით ხას გავუსვამდი, რატომ? იმიტომ რომ რეტროგრადული მერკური, რომელიც ჯერ ისე უკანმავალია და უკვე მე მგონი არ არსებობს ბავშვებმაც იციან რეტროგრადული მერკურის ფენომენი და ყველას ეცინება და ყველაფერს მას ვაბრალებთ ხოლმე. აი ეს ხარვეზები, რომელიც შეიძლება წინა პლანზე წამოიღოს, გარდა იმისა, რომ ტექნიკაზე აისახება ბევრ რაღაცაზე, კომუნიკაციებზე და ცნობილია, რომ ძველი ადამიანები ბრუნდებიან ცხოვრებაში და ასე შემდეგ, გარდა ამისა, ახლა მივაქციოთ ყურადღება რას? რახან ესე ცხელა, ხასიათშიც ცხელა და აი დაუფიქრებელი სიტყვები, კომუნიკაციაში ძალიან ისე შეიძლება აი უბრალოდ ნათქვამი სიტყვებით შეიძლება გულისატკენი იყოს ვიღაცისთვის, ხო? სულ სწრაფობა, ფეთქებადობა, იმპულსურობა, აი ცოტა ეს დავამუშაოთ. დანარჩენი ბრწყინვალე პერიოდია, გარკვეულწილად მაინც ეს მერკურის რეტროგრადული მერკურის ფონზე ახალი საქმეების თქო ჯერ ვერ ვიტყოდი სადღაც 12 რიცხვამდე, 12 აგვისტომდე. მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი პერიოდია მაინც პრეზენტაციებისთვის, აი არ შემდგარი, რაც მანამდე არ გამოვიდა, რაც გაიწელა დროში, ხო? შემოტოვებული საქმეებისთვის. კი, რომ აი ბოლომდე დავაგორგვინოთ და პირველ რიგში თითოეული ადამიანისთვის, აი ამით დავიწყე და ბოლოსაც ამით დავასრულებ, აუცილებლად უნდა ვიპოვოთ შინაგანი, აი ის რაღაც მუხტი, იმპულსი, რომ საკუთარი თავი მეტად დავაფასოთ, მეტად შევიყვაროთ და ეს მარტო სიტყვები არ მინდა რომ იყოს. ეხლა თითოეული ზოდიაქოს ნიშანი გავიაროთ და იქამდე კიდე აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხი 25 გავამახვილებ ყველას ყურადღებას 25 ივლისი. ეს არის ნახეთ სიმბოლურად ემთხვევა 24 თითქმის 25 დგება თქო, ხო, ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა ეს არის ჩვენი ორი მნათობი მზეც და მთვარეც ერთ ზოდიაქოს ნიშანში, როდესაც არის და ამ პერიოდში სიახლეების სასტარტო წერტილია ფაქტიურად და მთვარის ციკლი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის ათვლა ხდება აქედან. შესაბამისად 1992 წლიდან
მაიას კალენდარის გარკვეული კვლევების ჩატარების შემდეგ მოკლედ გამოითვალეს ესე, რომ თითოეული მთვარის თუ აღმოჩნდა, რომ არის იდეალურად ჩდება არის 28 დღიანი და გამოდის, რომ წელიწადში გვაქვს 13 მთვარის ციკლი. ანუ 13 თვე გვაქვს რეალურად და ეს 13 თვე სწორედ 25 ივლისს სრულდება, ესე გამოითვალეს. 24 რო ჩაიხურება, 25 დღე, 25 რიცხვი ეს არის ნულოვან დღე ცნობილი, იგივე მწვანე დღესაც ეძახიან და ნულოვანი დღის სახელი ქვია, იმიტომ რომ ფაქტიურად დროის გარეშეა. დრო, საათი არ მუშაობს ამ დღეზე, ამიტომ ძალიან ეფექტურია ამ დღის ენერგიის გამოყენება წმენდებისთვის, ყველაფრის განულებისთვის, აი ყველაფერი საერთოდ რომ დავივიწყოთ, გაუშვათ ცხოვრებიდან და 26 უკვე ახალი სტარტის დღეა და დავიწყოთ უკვე. სავსე მთვარეობის დროს გითხარი რომ qanțit ხელში უნდა შევხვედროდით და წყალი ჩაგვესვა და სურვილები ჩაგვეფიქრებინა. აქ თუ არის რა? ახლა არის გარკვეული თილისმა, რომელიც გასდევს ამ პერიოდს კიდევ ერთი თვის განმავლობაში, ანუ ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში და ეს არის ვარსკვლავის სიმბოლო და ურჩევ ჩვენ მაყურებელს მით უმეტეს 26, ანუ 25 ხო არის განულების დღე. 26-დან ენერგეტიკულად ასტრონომიული მოვლენაც არის სხვა შორის, არ არის მარტო ესე გამოგონილი ამის თქმა მინდა, თუმცა ძალიან ბევრი მითოლოგიური რაღაც ისტორიებია ამ დღეზე. 26 რიცხვიდან იხსნება ლომთა კარიბჭე, ასე ქვია. და ლომთა კარიბჭის დროს ემიგრანტები საქართველოში ვინც ცხოვრობს ჩვენი მაყურებლები, წინასწარ შეათვალიერეთ 26 რიცხვიდან 12 აგვისტომდე ორი ლომის ფიგურა და ამ ორ ლომის ფიგურას შორის უნდა ჩადგე და ჩაიფიქროს სურვილი. აი ეს ვარსკვლავიც ეს თილისმა ინსტრუმენტიც თუ გექნება, ამ დროს იქნება ბრწყინვალე. იმიტომ რომ ზოგადად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავის თილისმა და ლომის თილისმა არის ვარსკვლავი მოკლედ. კი ბატონო. და აი ამ ვარსკვლავზე ჩაიფიქრენ სურვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ასრულდება უბრალოდ. კიდე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას, რომ აწყო დროში ჩავიფიქროთ, როგორ ჩავიფიქროთ, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავ. უბრალოდ ფორმულირება აწყო დროში არ არის სწორი. მაგრამ თუ მე აწყო დროში განცდაც მაქვს და წარმოსახვით დავხატე კადრი და ამ კადრში ვარ უკვე და გრძნობ როგორ აი სუნსაც კი არომატსაც კი ვგრძნობ. ანუ ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ იცი აი აწყო დროში ეს აღქმა და განცდა არის სუპერ მაგარი, მაგრამ მარტო ის რომ აი აწყო დროში ჩავიფიქრე სურვილი ეს მარტო არაფერი. პირიქით შიდა კონფლიქტი იქნება, რომ მილიონერი ვარ და ამ დროს მე წინააღმდეგება ჩემი თავი რომ არ ვარ ხო მილიონერი ამ ეტაპს. გასაგებია, კეთი, ახლა ჩვენ კი ძალიან საინტერესო ამბები მოვისმინეთ, მაგრამ სულ 5 წუთი დაგვრჩა იმისთვის, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი დავაკმაყოფილოთ. გავივლითახლავე. ვერძისთვის არის ბრწყინვალე პერიოდი, მეხუთი ასტროლოგიური სახლი და ცნობილი არის რომანტიულობით ეს სახლი ზოგადად, აი სიამოვნებაზე ორიენტირებული და ყველაფერი პრინციპში გასდევს ფონად. ბრწყინვალე პერიოდია პირად საზღვაო ურთიერთობებისთვის, შემოქმედებითი კუთხითაც და ისეც. თითოეულ ზოდიაქოს ნიშნანზე ცალ-ცალკე აღარ ვიტყვი, რომ ახალ წამოწყებებზე იმდენად არ ვსაუბრობ, მაგრამ ძველის განახლებაზე ან ამ საკითხებზე სუპერ პერიოდია, ხო? ზუსტად 11-12 რიცხვამდე. გადავედით კუროს ზოდიაქოს ნიშანზე და სახლის საქმეების, საოჯახო საქმეები, აი ეს იყოს შეიძლება სასტარტოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ სიახლეებს უკავშირდებოდეს ზუსტად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული, ვიღაც შეიძლება დაბრუნდეს სახლში შინ ემიგრაციიდან და ასე შემდეგ. ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის არის მნიშვნელოვანი კომუნიკაციების კუთხით, საბუთების კუთხით, მივლინებების კუთხით, შეიძლება რაღაც კომუნიკაციების დალაგების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, პატარ-პატარა მივლინებებიც და ერთადერთი ზედმეტად ტყუპები ისედაც ცოტა ქაოტურია და ამ კუთხით ზედმეტად ბევრ საკითხზე ნუ გაიფანტება, იმიტომ რომ კონცენტრაცია ჭირდება ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში. შეისვენეთ. კი. კერჩხების ზოდიაქოს ნიშნისთვის ჯერ კიდევ მშვენიერი პერიოდი გრძელდება და რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი დაბადების დღის საჩუქრებს ახლა იღებს. შესაბამისად გამოიყენონ ეს სამყაროს ძალიან კარგი პერიოდი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, გარკვეული უფრო მეტად ლაღები იყვნენ და ეხლა ჯერჯერობით არ არის შეკეტილობის დრო. იმიტომ რომ ამ წინა პერიოდში ეს ნულოვანი დღეები და რაც ვახსენეთ, ხო, იმდენად მძლავრი ენერგიებია ხოლმე, იმიტომ რომ ზესთან ერთად სირიუსიც არის ცაზე და ამ პერიოდში შეიძლება ხასიათცვალებადობა, ეს ყველაფერი ძალიან გამოვლენილი უძილობა ზოგი შემთხვევაში პირიქით ყურებში რაღაც ხმები, ხო? აი კირჩხიბები ძალიან სენსიტიურები არიან და ძალიან აღიქვავენ ამას და ამიტომ ფრთხილად განსაკუთრებით, თორე სხვა მხრივ ყველაფერი კარგად არის. ლომზე ბევრს არ ვისაუბრებ, მარტო იმიტომ რომ ლომისთვის არის ბრწყინვალე პერიოდი ყველა გაგებით.
და არის ძალიან კარგი პერიოდი იმისთვისაც, რომ თავისი ცხოვრება აი ლანგარზე მოართმევს ბევრ რაღაცას და დაულაგებს ასე ვთქვათ და იმიტომ ძალიან კარგი პერიოდია და განსაკუთრებით ლომებისთვის კომუნიკაციების დალაგების, რაღაცა მანამდე თუ არ გამოდიოდა ხარვეზების, მოგვარების, ოღონდ გონივრულად უნდა მოიქცნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი მოგვეთხოვება კიდეც ამ პერიოდში, ხო? ქალწულებისთვის ეხლა არის დაბადების წინა მდგომარეობას ვეძახით ამას და ცოტა შეიძლება ჩაკეტილობა, გუნება განწყობის გაუარესება გქონდეთ, მაგრამ რეალურად შიდა სამუშაოებისთვის ძალიან კარგია. აი გენერალური დალაგების პერიოდი გაქვთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის და ყველაფრის, ხო? სულ გაქვთ, მაგრამ ერთ თვეში თქვენი პერიოდი იწყება და მე უკვე პირიქით, მე უკვე შიდა დალაგების კი არა და მე უკვე სამზეოზე ესე უნდა გამომზეურდეთ კარგად. გადავედით სასწორებზე. სასწორებისთვისაც ერთ-ერთი მშვენიერი პერიოდია, იმიტომ რომ შარმი მატულობს მათი მიმზიდველობა, აუცილებლად ესე უნდა გაშრიალდნენ სოციალური თავშეყრის ადგილები, ღონისძიებები, აი ყველაფერი ახლა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი და იგივე პირად სასიყვარულო თემისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი ძველი მეგობრები შეიძლება ახლა უფრო სხვა პირად პარტნიორებად მოევლინონ. მორიელისთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი ზურა. როდის არ არის? არა მხოლოდ კარიერულად სტატუსის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია და რაღაც სტატუსის ამაღლების კუთხით. აი რაღაცაში მზე წინ წამოგწევთ თითქოს, ან რაღაც ავტორიტეტის ამაღლება, ან რაღაც ასეთი იქნება. აი შეიძლება რეტროგრადულობის პერიოდი ამ კუთხითაც დაფასდეს, ადრე რაც არ გამოვიდა, ადრე რაღაცა იგივე სამსახურში ან ისე სცადეთ და ეხლა ზუსტად მოკლედ საჭირო დროს რაღაცა მოხდება. კარგია, კეთი რაღაცა ამავსო. შულდოსანზე კი ბატონო, შულდოსნისთვის პერიოდი არის პრინციპში ზუსტად ისეთივე როგორც თვითონ არის, იმიტომ რომ თავგადასავლებით ახსავსია, შეიძლება მოგზაურობა მოუწიოს და ძალიან კმაყოფილი იქნება, აქაც მეტი კონცენტრაცია არის საჭირო. თხისკის ზოდიაქოს ნიშნისთვის არის ცოტა გარკვეული კრიზისებს ვერ ვიტყოდი, მაგრამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების პერიოდი შეიძლება დაიწყოს. რაღაცებში ძალიან ნაყოფიერად შეიძლება გამოიყენონ, იგივე კრედიტების კუთხით და ასე შემდეგ, აი გონივრულად ასე ვთქვათ. კი. მერწყულისთვის პერიოდი არის პარტნიორული პირად სასიყვარულო კუთხით ერთ-ერთი ბრწყინვალე პერიოდია და გამოიყენენ ასევე ძველი შერიგებები და ასე შემდეგ. თუ კიდე ვიღაცა ვერ გაუშვეს შინაგანად, ის პერიოდია, როდესაც უნდა მოკლედ დაფიქრდნენ და დაალაგონ. თევზებმა მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობას. ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქცენტირებულია ეს, რომ ჯანმრთელობა ენერგოტონუსი და აი ჯანმრთელობის კუთხით რაღაც სიახლეები შეიძლება გქონდეთ, რა თქმა უნდა, სასიკეთო. თითოეული შანსი უსურვებ, რომ იყოს წარმატებული იღბლიანი და ყველამ ავსოს, აი, შეავსოს თავისთავი ანგანი ხო თავის მზი. უღრმესი მადლობა, რა კარგია რომ ყველა მოვასწარით მაინც. რეკორდი დაამყარა კეთი მამწამს. მადლობა.